8 საათისთვის დათვლილია დაახლოებით უბნების 73%. მოგახსენებთ შედეგებს. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება 54%. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეტი სარგებელი ხალხს 41%. გიორგი თარგამაძე ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება 2% და შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია 1%. ხმების რაოდენობა არის შემდეგი. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება 846,196 ხმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეტი სარგებელი ხალხს 645,806 ხმა, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება 31,761 ხმა და ლეიბორისტული პარტია 19,552 ხმა. ასევე მინდა გავაკეთო ერთი განცხადება. თერჯოლაში, მარნეულში, მარტვილის და თეთრიწყაროს ოლქში ხორციელდება ზეწოლა ოლქებზე. ოლქებისა და უბნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ყველას მოვუწოდებთ, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს პირველ რიგში, რომ სადაო საკითხების გადასაწყვეტად არ გავიდნენ კანონის ჩარჩოებიდან.